დღეს ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც ერთი შეხედვით ტექნიკურია, თუმცა რეალურად ათასობით მეწარმისთვის ყოველდღიურ საქმიანობასა და ფინანსურ პროცესებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. საუბარია საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების დროულ დადასტურებაზე და საინტერესოა რა პრობლემებს ქმნის დაგვიანებული დადასტურება, როგორ აისახება ის ბიზნესზე, დღეგეს ჩათვლასა და დაბრუნების პროცესზე. და რა ასრულებს შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომა და წესი. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან გებუაძე. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით. პრაქტიკულ თემებზე ვიკრიბებით ხოლმე ჩვენ სასაუბროდ და ეს თემაც ისეთია, რომელიც ძალიან ბევრ მეწარმეს დაინტერესებს და გამოადგება პრაქტიკაში. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა იმის ახსნა, მაინც ისეთი მაყურებელიც გვიყურებს, ვინც არ იცის ეს ანგარიშ ფაქტურა რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი და მისი დადასტურება რატომ არის მნიშვნელოვანი დროულად, ესეც რო გამომარტოთ. რა თქმა უნდა, ანგარიშ ფაქტურას წერს პირველ რიგში გამარტო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი, ანუ დღეგეს გადასახადის გადამხდელი მიმღები მხარის მოთხოვნისას და თითქოს არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს მათი დადასტურება, ხო, როდესაც გამომწერი გამოწერს ფაქტურას, მყიდველმა უნდა ის დაადასტუროს ანგარიშ ფაქტურა. მაგრამ გამოიკვეთა, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა მის დადასტურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არადასტურებს ანგარიშ ფაქტურას ის, ვინც საქონელს ღებულობს. ხშირად ბიზნეს პროცესი ისეა აწყობილი, რომ საწყობი ღებულობს საქონელს, ბუღალტერიამ უნდა დაადასტუროს დოკუმენტი, მათ შორის უნდა შეძლოს კომუნიკაცია, უნდა დაიდენტიფიცირდეს, რომ ნამდვილად არის შესყიდული ეს საქონელი თუ არა და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს მისი დადასტურება. რაც დროშიც ჭიანურდება, რა თქმა უნდა და მოგიხსენება დამატებული ყიდველის მხრიდან. ანუ ვინც იღებს ამ საქონელს, ვინც ყიდულობს პროდუქციას, ის აჭიანურებს დადასტურებას. ზოგჯერ ობიექტური და ზოგჯერ სუბიექტური მიზეზთა გამო. დადასტურებას საჭიროებს როგორც ჩვეულებრივი ანგარიშ ფაქტურა, ასევე სპეციალური ანგარიშ ფაქტურა. მათ შორის მაკორექტირებელი ანგარიშ ფაქტურა, ავანსის ანგარიშ ფაქტურა, ყველა მათგანი საჭიროებს მეორე მხარის დასტურს. თუ არ იქნება ანგარიშ ფაქტურა დადასტურებული, გამყიდველი ვერ წარმოადგენს მას დეკლარაციასთან ერთად, ხოლო მყიდველი ვერ ღებულობს დღეგეს ჩათვლას. თითქოს დღეგეს ჩათვლა უნდა მიიღოს მყიდველმა და რატო არ უნდა დადასტურდეს, ხო? აქ არის სწორედ იშლება ძალიან მრავალმხრივი პრობლემები, რატომაც ჭიანურდება დროში დადასტურება. შესაძლებელია იყოს, რომ პირველადი ფაქტურა დადასტურებული არის და ჩათვლილიც არის, მაგრამ შემდგომში საქონელი ნაწილობრივ ექვემდებარება უკან დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზთა გამო და დასაკორექტირებელია დღეგეს ჩათვლა, ანუ მიღებული ჩათვლაც კი ნაწილი გამოდის, რომ ბიუჯეტში არის დასაბრუნებელი გადასახდელი მეწარმის მიერ და აი ამ პროცესს უკვე შეგნებულად აჭიანურებენ კორექტირებული ანგარიშ ფაქტურების დროს, როდესაც ჩამთვლას უკვე ჩათვლილი თანხას ნაწილი სრულად თუ რაღაცა მისი ნაწილი აქვს ბიუჯეტში დასაბრუნებელი. ბატონ ლევან, ეს პრობლემა ხა რეალურად ხო ბიზნესიდან წამოვიდა, მათთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ეს გამოწვევა, ასე რომ ვთქვათ. რა ფინანსურ, აი ხა დღეგეს ჩათვლა ახსენეთ თქვენ, გაჭიანურება ახსენეთ დროში. მაინც რო კიდე ერთხელ განმარტოთ, რა ფინანსურ ვთქვათ შეფერხებებთან აქვთ ამის გამო, დაგვიანებული ანგარიშ ფაქტურების გამო ბიზნესებს. ანგარიშ ფაქტურის დადასტურება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც გამყიდველმა, ისევე ჩათვლის მიმღებამ მხარე ორივე უნდა წარმოადგინოს დეკლარაციასთან ერთად, მის გარეშე გადასახადის დეკლარირება ვერ ხდება. როდესაც ვიმეორებ ანგარიშ ფაქტურის გამოწერა ყოველთვის სავალდებულო არ არის, უნდა მოითხოვოს მიმღება მხარემ და თუ მიმღები მხარე ითხოვს ფაქტურას, თითქოს უნდა დაადასტუროს კიდევაც და არაფერი პრობლემა ამაში არ არის, ელექტრონულად იწერება, დასტურიც ელექტრონულად ხდება, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, რაიმე დამატებით ტრეინინგ სწავლებას არ საჭიროებს, უნდა მიღებული დოკუმენტი გაანალიზო, რომ ნამდვილად ეს საქონელი შესყიდული იქნა თუ არა თავის დროზე და მარტივად დაადასტუროს მიმღება მხარემ. მაგრამ როგორც გითხარით, აქ არის ობიექტური მიზეზები შესაძლებელია და არაობიექტურიც, როდესაც ხელოვნურად აჭიანურებს კორექტირების ანგარიშ ფაქტურის დადასტურებას მიმღები მხარე, იმიტომ რომ მას უკვე მიღებული ჩათვლა ნახევარი დასაბრუნებელი აქვს, შეიძლება ან სრულად აქვს და აი აქ ვთხოვეს მეწარმეება ჩვენ აქტიურად ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს არაერთი შეხვედრა ჰქონდა მეწარმეებთან, სადაც ითხოვდნენ, რომ რაღაცნაირად ჩავრეულიყავით ამ პროცესში. თითქოს ეს არის მეწარმეებს შორის დასალაგებელი პროცესი. ერთმა მოითხოვა, მეორემ უნდა დაადასტუროს, ვინც მოითხოვა, ხოლო ვინც მიაწოდა საქონელი, იმან უნდა გამოწეროს ფაქტურა, ასევე დაადასტურონ და თითქოს ჩვენ ჩარევას საერთოდ არ საჭიროებს. და არც არის კანონმდებლობით აქ საგადასახადო ორგანოს კომპეტენცია, რომ ამ პროცესში ჩვენ ჩავერიოთ მათ შორის დოკუმენტების გამოწერა დადასტურების პროცესში. მაგრამ ვინაიდან დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ვერ ახერხებდნენ ამ პროცესის მართვას, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ
მოვიფიქრეთ ის, რაც ეწოდება, რომ შეტყობინებები გამოუჩინეთ ყოველთვიურად გადასახადის განამტკიცებს, რომ მიღებული აქვს დასადასტურებელი ანგარიში ფაქტურები. აი ხა ამას ხო ეს კარგად გავიმარტოთ, რომ ეს შეტყობინებები სად ჩნდება, რას გულისხმობს ეს წესი, რა დოზით იღებს ინფორმაციას, რაზე ეზღუდება მას, ანუ რა პროცესები, რა პროცედურები და რა პროცესები მოყვება უფრო სწორად იმას, თუ არ დადასტურდება ეს ანგარიში ფაქტურები დროულად. კი ბატონო. ყოველთვიურად 2025 წლის 1 იანვრიდან ჩვენ პირველი ეტაპი დავნერგეთ, რომ საინფორმაციო გავხადეთ, pop-up შეტყობინება გამოდის და მეწარმეს აქვს ინფორმაცია, რომ მას აქვს მიღებული რაღაც რაოდენობა ფაქტურების, რომლებიც საჭიროებს დადასტურებას. მისი ქმედება არის ორი: ან ადასტურებს ოპერაციას, ან თუ ესეთი ოპერაცია არ მომხდარა, შესაძლებელია შეცდომით არის მასზე გამოწერილი დოკუმენტი, ან უნდა უარყოს ეს დოკუმენტი. შედეგი არის ორი. ოღონდ ეს უნდა გააკეთოს დროულად. ვინაიდან 25 წლის 1 იანვრიდან უკვე წელიწად ნახევარია მოქმედებს ეს არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი შეტყობინება, დიდი შედეგი რო ვერ გამოიწვია, ამიტომ ჩვენ უკვე გეგმავთ 2026 წლის ოქტომბრის 1 ოქტომბრის რიცხვიდან მასზე რეაგირება გავხადოთ სავალდებულო. რას ნიშნავს, რომ ჩვენ უზღუდავთ წვდომას ძირითად მომხმარებელს, ქვემომხმარებლებს ჩვენი პორტალის, სადაც გადამხდელი ახორციელებს ნებისმიერ ტრანზაქციას, ოპერაციას, გადახდის დეკლარირების, სხვადასხვა სერვისების მიღების, შეუზღუდავთ მათზე წვდომას, მხოლოდ ექნებათ ღიად დადასტურების ფუნქცია, მოდული. როგორც კი დაადასტურებენ ამ დოკუმენტებს, ამ პირიქით, როგორც გითხარით, შესაძლებელია ყველა არ არის დასადასტურებელი, ზოგი მათგანი უნდა უარყონ, მათ წვდომა ეხსნებათ უკვე სხვა დანარჩენ სერვისებთან. ანუ 26 წლის 1 ოქტომბრიდან მასზე რეაგირება გავხდით სავალდებულოს. დღეიდან კიდე 3 თვე აქვს მათ ამისათვის და როგორც გითხარით, ეს პროცესი არის ძალიან მარტივი. მიღებული დოკუმენტი, ფაქტი, ოპერაციის განხორციელების შესაბამისი თუ დასტურდება, უნდა დაადასტურო. ხო, თითქოს სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ რატომღაც შეანურდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჯარიმები და რა მოყვება. დიახ, და ასევე საინტერესოა ისიც, თქო, შემოსავლების სამსახური თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს თითქოს ერთი შეხედვით არ საჭიროებდა შემოსავლების სამსახურის ჩარევას, მაგრამ რაღაც გარკვეული დოზით, რადგან გადაწყვეტა სამსახურმა ჩარევა, მისთვისაც შეიძლება რაღაცა მარტივდება ან რაღაცა იცვლება. ესეც რო განვიმარტოთ კი, რა თქმა უნდა, რომ აი რა შეიძლება რომ რა მარტივდება ან რა იცვლება შემოსავლების სამსახურისთვის. შეიძლება არ მარტივდება და დამატებით ფუნქციას იღებს თავის თავზე. რა თქმა უნდა, მარტივდება როგორც მეწარმისათვის, ასევე სამსახურისათვის და რა მარტივდება. როდესაც დროულად იქნება მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დადასტურებული და წარმოდგენილი დეკლარაცია, თავისდროულად მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის დეკლარირების ბოლო თარიღისათვის გადამხდელებს არ მოუწევთ შემდგომში მათი დაზუსტება პერიოდული. როდესაც სხვადასხვა დროს და თვეს და პერიოდში გრძელდება მისი დადასტურება, განამხდელებს ხშირად უწევდათ ან დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენა უკვე 3 თვის წინანდელ დოკუმენტზე, ან მიმდინარე თვეში მათი წარმოდგენა და ეს ართულებდა მათი მხრიდან დაზუსტებულების წარმოდგენის რაოდენობას ზრდიდა და დროსაც რა თქმა უნდა ადამიანურის. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის მხრივ, თუ ჩვენ შემოვიღებთ სავალდებულო დადასტურებას, რომელსაც როგორც გითხარით, გეგმავთ უკვე რომ 1 ოქტომბრიდან იყოს სავალდებულო მასზე რეაგირება, შეგვიმცირდება დაუსტებული დეკლარაციების წარმოდგენა, რაც შეამცირებს რისკებს, საგადასახადო რისკებს, იმიტომ რომ მოგეხსენება ხშირი დაზუსტება იწვევს დამატებით კითხვებს და დამატებით შემოწმებებსაც. დამატებით შემოწმებებსაც, დამატებით ინტერვენციებსაც საგადასახადო ორგანოს მხრიდან. ამიტომ ამას აქვს ორივე მხარისათვის ბენეფიტი, როგორც გადასახადის განამხდელებში არეგულირებს ერთმანეთში ურთიერთობას, ასე საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა უმარტივდებათ იმ მხრივ, რომ არ მოუწევთ ხშირი დაზუსტებები და კორექტირებები დეკლარაციების. და კიდევ აპირებდით რაღაც დაზუსტებას, სანამ ამ თემაზე გადმოვიდოდით. რაც შეეხება, დიახ, რაც შეეხება შეზღუდვას, მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახურის პორტალზე წვდომა არსებობს ორი სახის. ერთი არის ძირითადი მომხმარებელი, მეორე არის ქვემომხმარებელი, რომელსაც აქვს გარკვეულ სერვისებთან მიმართებაში. იმის თქმას ვაპირებდით, რომ მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის, აი 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბერს სავალდებულოდ უკვე შეზღუდებათ მათ, ვისაც ექნება დასადასტურებელი ანგარიში ფაქტურა და არ ექნება კიდევ დადასტურებული, ორივე მომხმარებელს შეეზღუდება წვდომა პორტალზე. ქვემომხმარებელსაც და ძირითად მომხმარებელსაც, სანამ არ დადასტურდება ანგარიში ფაქტურები. როგორც კი დადასტურდება, მყისიერად მათ წვდომა ეხსნებათ ყველა სერვისთან, საგადასახადო თუ საბაჟო მიმართულებით. შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ დასტურის შემდგომ მიიღონ წვდომა
ნებისმიერ საგადასახადო ორგანოს სერვისთან. ბატონო ლევან, სანამ დაგემშვიდობებით, ესეც რომ დავაზუსტოთ. რაიმე სანქციას, ჯარიმას გულისხმობს ეს ახალი წესი თუ უბრალოდ სანქცია არის შეზღუდვა? სანქცია არის შეზღუდვა და იძულება მათი, ეს არის უკვე იძულებითი კომპონენტი, რომ დავადასტურებინოთ პირველადი დოკუმენტი, რომელზეც რეაგირება მას კონტრაგენტმა სთხოვა, იმიტომ რომ ოპერაცია არის განხორციელებული მათ შორის. ეს არის იძულებითი კომპონენტი დადასტურების. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ ეს ინფორმაცია საინტერესო იყო ძალიან ბევრი მსმენელისთვის, ვინც გვისმენდა და იმედია, რომ ნებაყოფლობითი რეჟიმისგან განსხვავებით იქნება შედეგები ძალიან ხელშესახები. ნებაყოფლობით განმასხვავებელობას ხელს შეუწყობს ეს ნაწილი ჩვენ გონია და ასე შეგვამცირებს დაუსტურებს როგორც აღნიშნე, რაც რისკებს გაახალწლებს გადასახადის განახორციელებში, რა თქმა უნდა. დაველოდოთ როგორ იქნება შედეგები, აუცილებლად გიმასპინძლებთ ამ თემაზე ისევ და არა მხოლოდ ამ თემაზე. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან გებუაძე.